რომ ჩვენ ვიმყოფებოდით უფლის ციხეში და მოვითხოვეთ ამონაწილი აბსოლუტურად კანონიერად. გუშინ განმარტება გააკეთა მუზეუმის თანამშრომელმა ამერიძემ, ერთ-ერთმა, რომელიც იქაც გვეპასუხებოდა რაღაცებში, რომ თურმე არ გვესმის და სამეწარმეო ამონაწილი უნდა გაიკრას აფთიაქში, რადგან მე ვახსენე, რომ აფთიაქში მუშაობდი მეთქი. საერთოდ საჯარო რეესტრიდან ამონაწილი საკადასტრო კოდით მინდა მათ ვასწავლო. აუცილებელია ყველა ობიექტზე იყოს გამოკრული. სად მოვდივარ, ვის ეკუთვნის, მე არ მინდა მუზეუმის თანამშრომლიდან განმარტებული, მხოლოდ მაინტერესებს ამონაწილი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოკრული. და რომ ველაპარაკებიან, რომ მეწარმე არა ვარ, დიახ, ისინი არაფერს არ აწარმოებენ, ვთქვათ რამე პროდუქციას ან რამეს, უფლისგან დატოვებული ჩვენი სულიერი მემკვიდრეობა, არა მარტო კულტურა კიდეც სხვა არის, მაგრამ სულიერი მემკვიდრეობა გასაყიდ ობიექტად აქციეს. და როცა მეუბნება რომელიმე, რომ უფლისციხე არ გაყიდულა არც გასპარობზე და ვთქვათ არავიზე, უფლისციხე ყოველ წამში და ყოველ წუთში იყიდება. ხო, უფალს ვყიდით და დიახ, ჩვენ ვიწყებთ. აი ეს დედები, რომელიც იქ იმ დღეს წავედით, ლოზუნგით უფალი არ იყიდება. უფალი არის მართალი სიტყვა და ამ წუთში სწორი სახელი აქ იქ. უფლისციხე, ციხეშია დღეს მართალი სიტყვა. ციხეში ვარ ჩვენ სულ ყველა ჩვენ ქვეყანაში ხიზნებად ქცეულები. გამაგებინე სალოცავია იქ და საპატრიარქო მაინტერესებს რას ფიქრობს, როცა მაღლა წმინდა გიორგის სალოცავზე, ხო დღეს მაპატიებ და მავიწყდა. გიორგობას აღნიშნავს საქართველო. დიდება უფალს, უმრავლოს გიორგები ღმერთმა ჩვენს ქვეყანას და წმინდა გიორგის ძალა და მისცეს, რომ ამ ბოროტ გველვეშაპს დიახაც რომ ებრძოლოთ. ხო, გავაგრძელებ. საპატრიარქო რას ფიქრობს? იმ ტაძარში რომ ავიდე მე, ფული უნდა გადავიხადო. კითხვას ვსვამ, თუ წილში არიან. მე ამას დაბეჭდებით ვერ ვეტყვი, მაგრამ მაინტერესებს ჩვენ მრევლს რომ უნდა მივიდეთ და რომ უნდა ვილოცოთ და წინ ხდება ჩარჩი, სოვდაგარი, პირდაპირი გაგებით, რომელიც უფლის სახლში მისასვლელად ფულს მართმევს, რომელი ლოცვის ხასიათზე ვიქნებით. დიახ, ზუსტად რო ფული გადამეხადა, ვერ ვილოცებ და სალოცავად მივედი წმინდა გიორგისთან, რომ აი ეს ამ გველვეშაპის, ამ ბორტილების დამტვრევაში, განადგურებაში მოგვეხმაროს. მე ვამბობ ქმედება სისტემის, თორემ პიროვნულად რას ვერჩი იმ მართლა ჩარჩებს, რომელიც იქ დააყენა ფულის საშოვნელად და პირდაპირი ლაივი მარტო ფასებით დაიწყო. ხო, ყიდით, გაყიდული რამდენი ხანი არის და ყოველ წუთში ყიდით და სტუმართ მოყარეობაზე მე რომ მომითითა იმას მინდა უთხრა. ფულს არ გადავახტევია, უფულოდ შეუშვებ. იმიტომ რომ კაცობრიობა სიყვარული და რწმენა ჭირდება და იქ სადაც ადამიანი რწმენას ეძებს ამაღლებულს, იმიტომ რომ ყველა ვიცით რომ წოდვილები ვართ. რა არის მიზანი ეკლესიაში სიარულის ადამიანის? ვეტმასენებით სუფთას, წმინდას და წმინდა ადგილზე როცა მივდივარ, შენ მე ჩარჩი ფულს არ უნდა მთხოვდე და აი ლოცვის სურვილს არ უნდა მიკარგავდე. პირდაპირ ვამბობთ, რომ ჩვენ უფლისციხიდან ვიწყებთ საქართველოსგან თავისუფლებას ზუსტად იმ გველვეშაპისგან, იმ ბოროტებისგან, რომელიც გასახვევია ამ ქვეყანას და გასაქანს არ გვაძლევს ჩვენ მის წარმომქმნელ ერს, რომელშიც ვერ ამოძირკვეს სულიერება, ვერ ამოძირკვეს რწმენა, რადგან ჩვენ უფალთან თანხმობაში და ჰარმონიაში გვინდა ცხოვრება. ვერავინ ვერ დააწესებს ჩვენ ქვეყანაში თავის კანონებს
და არავინ არ გამოხდეთ და არ გითხრათ საფრანგეთში ასეა, იმაში ასეა, საბერძნეთში, თქვათ, არ მაინტერესებს გერმანიაში ასეა და ასე შემდეგ. ნებისმიერ ქვეყანაში სადაც კი დაახსენოთ. არ მაინტერესებს, არ გვაინტერესებს უბრალოდ. ჩვენი ქართული კანონები უნდა შემოვიღოთ და ადამიანი, რომელიც სიწმინდეს იცავს, ეძებს, ეთმასნება, დადის, იმას ფული არ უნდა გადაახდევიო და მე ვასწავლი იმ გოგოს, რას ქვია ქართული სტუმართმოყვარეობა. დიახ, საქართველოში რწმენის მაძება ხალხს ფულს არ გადაახდევიებენ. გამორიცხულია და ამას აუცილებლად მივაღწევ. ერო, ჩვენ კი მოძრაობას ვიწყებთ. ქმედებას ვიწყებთ. უფალი არ იყიდება. მაისურები, წარწერები, რაც შეიძლება. და ჩვენ ამ საღამოს უკვე ჩვენ აი ის ხუთი ქალი, ხუთი დედა, რომელსაც სამშობლო შვილად მიაჩნია და ასეც არის. და შვილზე მეტია კიდე სამშობლო. უფალია სამშობლო და ამ უფალს ყოველ წამში მიყიდიან ჩარჩები. იქ გასპაროვი, აქ ვიღაც სასონ ჰოკმა, სადაც შენობაში ვარ და იცით რომ შემოვედით. იქ კიდე ვიღაც მოშია, შემოესია ეს ურია, მასონები ჩვენ ქვეყანას და თავიანთი კანონები შემოიღეს და თავიანთ დაგრულზე უნდა გვაცეკვონ. ვერა, ვერ ვიხლი თავში იმ კანონს, რომელიც ბოროტმა დაწერა. სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ეს ასეა და გველოდეთ, ჩვენ საღამოს გვია ის ხუთი ქალი, რომელიც ხელმძღვანელებდით, აი, უფლისციხეში იმ დღეს ვიზიტს, ზუსტად გეტყვით, უახლოეს დღეებში, რომელ დღეს ვიქნებით უფლისციხეში. მართალი სიტყვა ციხიდან გასანთავისუფლებელია. აბა ჩემო, სულით ქართველო. გვარი ხარა მარტო. სულით ქართველო. აბა საღამომდე.